საღამომშვიდობისა დღეს 4 ნოემბერია უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან საქართველოში 342 დღე გავიდა. დღეს საკმაოდ რთული დღე იყო საქართველოსთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. გამოქვეყნდა ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის დოკუმენტი და ამ ანგარიშის თანახმად 10 კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე უარყოფითი შედეგი აქვს საქართველოს. მოკლედ რომ ვთქვათ, შეფასებები ძირითადად პოზიტიურია ალბანეთისთვის, მოლდოვისთვის, მონტენეგროსათვის და უკრაინისთვის. მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ყველაზე წინ არის წასული. პერსპექტივა შერეულია სერბეთისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიისთვის, კოსოვოსთვის, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და თურქეთისთვის, ხოლო ნეგატიური საქართველოსთვის. თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა დღეს ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის დეტალებზე საუბრისას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის ბოლოს მოენიჭა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება უნდა ყოფილიყო, თუმცა სტატუსის მინიჭებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ საქართველოში პოლიტიკური ვითარება დრამატულად არის შეცვლილი. ქართული ოცნება ყოველდღიურად ეწევა ევროსტრუქტურების დისკრედიტაციას. ციხეშია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით არიან გასამართლებული პროევროპული აქციის მონაწილეები, კანონმდებლობა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან კავშირში სულ უფრო მკაცრი და რეპრესიული ხდება. ვართ ბათუმში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან 352 დღეა პროტესტის აქციის ერთი მონაწილე გოგონა აჭარის მთავრობის სახლის წინ დგას საქართველოს დროშას აფრიალებს, ხოლო მეორე გოგონას ზურაბ ჭავჭანიძის დროშა უჭირავს ხელში ბათუმელი მედროშის და ასე აპროტესტებენ ისინი თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციას გამოხატავენ. მცირერიცხოვანი ჯგუფი აქციის მონაწილეების არის შეკრებილი ტრადიციულ ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოს გვერდით და მე ახლა მინდა გაჩვენოთ წარწერა საქართველოს საკონსტიტუციო, ანუ ლაზერით არის, ასე ვთქვათ, ეს მინათებული და ვინც უყურებთ, ადვილად მიხვდებით. დღეს გამოქვეყნდა ქართული ოცნების მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი პარტიების აკრძალვის შესახებ და უნდა გითხრათ, რომ ეს სარჩელი განსახილველად დაეკისრა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. პირველი კოლეგიის თავმჯდომარე არის ვასილ როინიშვილი, აი ეს კაცი, რომელსაც თქვენ ახლა უყურებთ კადრში, ციფრული გამოსახულება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კედელზე. ვასილ როინიშვილი 2007-2008 წლებში იყო აჭარის მთავარი პროკურორი და ის იყო იმ ძალიან გახმაურებული საქმის
საქმის ზედამხედველი, ასე ვთქვათ, აჭარის მთავარი პროკურორი იყო 2007-2008 წლებში, როგორი საქმეც არის სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე. თქვენ იცით, რომ როინ შავაძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 2008 წლის აგვისტოში და აჭარის მთავარი პროკურორი იყო ზუსტად ვასილ როინიშვილი, რომელიც ამჟამად არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთ-ერთი საქმე, რომლითაც ქართული ოცნება საბუთებს, რომ უნდა აიკრძალოს პარტიებს შორის, ასაკრძალ პარტიებს შორის უნდა იყოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მთავარი ოპოზიციური პარტია ქართული ოცნების აზრით, რომელიც უნდა აიკრძალოს, არის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ანუ ვასილ როინიშვილმა უნდა იმსჯელოს ისეთ სარჩელზე, რომელ სარჩელშიც ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რაღაც დანაშაულებს ჩადიოდა, არის სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე. შეგახსენებთ 2007-2008 წლებში ვასილ როინიშვილი იყო აჭარის მთავარი პროკურორი და ის სწორედ ამ დროს მოხდა როინ შავაძის მკვლელობა, რომელიც საქმესთანაც შეხება ჰქონდა ვასილ როინიშვილს. მე ხა ქუჩას გადავყვეთავ, აქ არიან პოლიციელები და გაჩვენებთ ქუჩის მეორე მხრიდან გაჩვენებთ პერსპექტივას, რა ხედი გვაქვს აქედან. მცირე რიცხოვანია დღეს პროტესტი ბათუმში, თუმცა ხმაურიანი. არა. შეიძლება გკითხოთ რამდენიმე წუთით ბოდიში. დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელიც კატასტროფულია საქართველოსთვის. ფაქტობრივად დღეს გვითხრეს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. თქვენთვის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც ხშირად ხედავთ ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე, როგორია დღევანდელი დღე? რას? ისევ და ისევ გუშინაც აღნიშნა, რომ ყველა დღე უფრო და უფრო მძიმეა, უფრო და უფრო რთულია და რეალურად სავარაუდოდ ბევრი მოქალაქისთვის დღევანდელი გამოქვეყნებული ანგარიში მოულოდნელი არ იყო. იმ პირობებში და იმ 1 წლის მანძილზე საიდანაც მიექანება ჩვენი ქვეყანა, თითქოს და ძალიან ლოგიკური პასუხი იყო ევროკავშირისგანაც. იმიტომ რომ რეალურად წარმოუდგენელია ხან ესეთ დიქტატორულ გარემოში საქართველოს დამაკმაყოფილებელი შედეგი ეჩვენებინა ევროინტეგრაციის გზაზე, ხო? ცალსახად ამის მოლოდინი არც მქონია. და ის რომ დღევანდელი დღე უფრო არასია ვიდრე გუშინდელი, ეს კონკრეტული სიახლეც ადასტურებს. არაფერი, ჩემი ერთადერთი გამოძახილი იქნება, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. როგორც ძიამ გვითხრა და დაგვიბარა, სანამ გვიანი არ არის და ეს გვიან არის ყოველ დღეს. გვიან თითქოს ახლოვდება, მე ეგეთი განცდა მაქვს, რომ ყოველი დღე დაგვიანებულია. მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც რეალურად
ამ პოლიტიკურ აქტივობაში არანაირად ჩართული არ ვარ და არანაირად გულისხმობ იმას, რომ არ არის ეს ჩემი არც პროფესია, არც ამ მიმართულებით, არც განათლება არ მაქვს და ვარ უბრალოდ რიგითი მოქალაქე, რომელსაც უბრალოდ ქვეყნის კეთილდღეობაზე გული შესწირვა. თითოეულმა ადამიანმა ვფიქრობ, რომ უნდა დააფიქსიროს რაღაცნაირად გამოხატოს თავისი წინააღმდეგობა და პროტესტი და ეს არ მოისაზრებს არც ერთ შემთხვევაში ჩემთვის აქ ან რუსთაველზე ან რომელიმე საპროტესტო კერაზე დგომას და ამ სახით ეს ყველა თავის თავს პოულობს წინააღმდეგობის პროცესში. თავარია რომ ყველამ ვიპოვოთ და არ გავასრულერთოთ რა ამდენი ჩაგვრა, ამდენი ტერორი. შეუძლებელია რომ ეს ტერორი, რასაც დღეს ჩვენ განვიცდით ძალოვანი სტრუქტურებისგან და ჭყალებში ვემსახურები საქართველოს სარჩულ სამოკიდებული ადამიანებისგან არის აი სრულიად წარმოუდგენელი მივუყებები. არ ვიცი, ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ახსოვს, ეს არ გვახსოვს ჩვენ და ამ პროცესებში უამრავი ადამიანი დავიცანი, რომელიც 9 აპრილის მოვლენების თანამონაწილე იყო და ამამებრძოლი და იმათთვის ალბათ ემოციურად კიდევ უფრო რთულია, რომ იგივე გზას გადიან რის გავლად რეალურად სულ რაღაც 3 დეკადის უკან მოუწიათ და ეხლა უფრო მძაფრად აღვიქვა მათ ემოციებს. სრულისკენ მივექანებით დავადასტურებ ამას. მაგრამ არაფერი ახლა თუ დავნებდებით და გავჩერდებით, ძალიან მარტივია, ხო? ყველა შემთხვევაში რაღაც დასასრული ექნება ამბავად. არც ერთი იმპერია რო იმპერია იყო, ისინიც კი არ ყოფილან მუდმივი. საბჭოთა კავშირი დაიშალა, ხო, ბოლოს და შესაბამისად ლოგიკურია, რომ მსგავსი ბოროტებაზე დაფუძნებული იმპერიები არასდროს არ არის მუდმივი და აუცილებლად სიკეთე ძლევს ამ ყველაფერს. და სამართლიანობა რაღაც ურმით თურით იმოდის არ ვიცი, მაგრამ მოვა რაღაცით ჩვენამდეც. მადლობა. მადლობა. ეს ხო რუსა ვარშავომიძე. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და თავისუფლება. მადლობა. როგორც უკვე გითხარით, ვართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ, აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან, ანუ რაღაცნაირად აქ არის ამდენიმე ადამიანი, რომელიც საქართველოს და ევროკავშირის დროშებით არის და აქეთ არიან 1 წლის განმავლობაში აქცია რომ არ გაუცდენია ის ხალხი შეიძლება ითქვას, ხოლო კიდევ ერთხელ ვინც ახლა შემოგვერთით, გაჩვენებთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კედელს. ამ კედელზე ციფრულად გამოსახულია ვასილ როინიშვილი. ვასილ როინიშვილი არის იმ კოლეგიის თავმჯდომარე, რომელმა კოლეგიამაც უნდა განიხილოს პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შეიტანა ქართულმა ოცნებამ და რომელიც არჩელითაც აპირებენ პარტიების აკრძალვას. მინდა გითხრათ, რომ ვასილ როინიშვილი იყო აჭარის მთავარი პროკურორი. ვასილ როინიშვილი იყო აჭარის მთავარი პროკურორი 2007-8 წლებში. ამ პერიოდში მოკლეს როინ შავაძე, სერჟანტი. 2020 წელს ევროსასამართლომ როინ შავაძის საქმეზე სახელმწიფოს მხრიდან ევროკონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. დარღვევა დაადგინა და ახლა პროკურორმა, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს ზედამხედველობდა, შეიძლება ასე ითქვას, რადგან მთავარი პროკურორი იყო აჭარის და ამ პერიოდში ხდებოდა გამოძიება სერჟანტ შავაძის მკვლელობის და როგორც უკვე წაგიკითხეთ, სტრასბურგმა დაადგინა, რომ არასათანადოდ იქნა ეს საქმე გამოძიებული. უნდა იმსჯელოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე. ორ სხვა პარტიასთან ერთად ლელოს კრძალავს და ასევე პარტია ახლებს აპირებს აკრძალოს ქართული ოცნება და ენემის აკრძალვის ერთ-ერთ ასე ვთქვათ დასაბუთებაც სწორედ სერჟანტ შავაძის საქმეა მოყვანილი.
გეტყვით იმასაც, რომ ვასილ როინიშვილი მარტო არ მიიღებს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას, როგორც უკვე გითხარით, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს, რომელშიც, რა თქმა უნდა, შედიან სხვა მოსამართლეები და ისინი არიან ევა გოცირიძე, გიორგი კვერინჭხილაძე, გიორგი თევდორაშვილი და თავად ვასილ როინიშვილი. ამ კოლეგიამ უნდა განიხილოს პარტიების აკრძალვის საკითხი. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც არის ამ სარჩელში, რომელიც ქართულმა ოცნებამ შეიტანა 2004-2012 წლებში ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზეა საუბარი და არლეგიტიმური პარლამენტის წევრებს სარჩელში, ქართული ოცნების პარლამენტის წევრებს სარჩელში აქვთ ესეთი ჩანაწერი, რომ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა ჟურნალისტ ნათია როყვასთან მიმართებაში. უნდა გითხრათ, რომ ნათია როყვა იყო გამოცემა ბათუმელების ჟურნალისტი, მაგრამ ქართული ოცნების წევრებმა შეგნებულად და ხაზგასმით არ ახსენეს ბათუმელები, რადგან თქვენ მიცით, რომ ბათუმელების დამფუძნებელი და მენეჯერი მზია ამაყრობელი ქართულ ოცნებას უკანონოდ ყავთ ციხეში დატყვევებული, თუმცა მას დაჭირდა, ასე ვთქვათ, ჟურნალისტ ნათია როყვას და იმ ამბების, ასე ვთქვათ, მოხსენიება სარჩელში, რომელიც მაგ იმ პერიოდში 2008 წელზეა საუბარი, გამოცემა ბათუმელებმა, რომელიც მაშინ გაზეთის სახით გამოდიოდა, გადაიტანა. ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კიდევ ერთი ჟურნალისტი ნათია დანელიშვილია მოხსენიებული ამ სარჩელში, რომელიც იმ პერიოდში მუშაობდა კახეთის საინფორმაციო ცენტრში და კახეთის საინფორმაციო ცენტრი არის ჟურნალისტ გელან თივლიშვილის დაფუძნებული. თუ თქვენ ეცნობით მთის ამბებიც ასევე გელან თივლიშვილის დაფუძნებულია და ფაქტობრივად ქართული ოცნება აპირებს იმ ჟურნალისტების სახელების და ისტორიების გამოყენებას, რომელ ჟურნალისტებსაც ახლა თავად დევნის, რომელ ჟურნალისტებიც ახლა არიან საშინელი რეპრესიების მსხვერპლნი და რომელმა ჟურნალისტებმაც ქართული ოცნების რეჟიმის მარწუხები, თუ შეიძლება ესე ითქვა, საკუთარ თავზე და საკუთარ გამოცემებზე იწვნიეს ამ ჟურნალისტების ისტორიების გამოყენებას გეგმავს ქართული ოცნება. ყოველ შემთხვევაში საკონსტიტუციო სარჩელი ამის თქმის უფლებას იძლევა და ეცადა ქართული ოცნება, რომ მხოლოდ ჟურნალისტების სახელები მოიხსენიებინა და არ მიეთითებინა გამოცემები, სადაც ეს ჟურნალისტები მუშაობდნენ. მე მინდა ახლა თუ კი ვინმეს გაუჩნდება სურვილი რომ ისაუბროს, დავსვეკითხვა ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით. გამარჯობა, ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ, თუ გექნებათ სურვილი ვინმეს თქვენ. კი ბატონო, თქვენ გკითხავთ ვასილ როინიშვილმა უნდა იმსჯელოს, იმ კოლეგიის თავმჯდომარეა, რომელმაც უნდა იმსჯელოს, აიკრძალოს თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლელო, ახლები. ახლა მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ეხლა ვსაუბრობდი მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად, რომ ეს არის ამ ადამიანების საფასური, რომლებსაც ისინი იხდიან საკუთარი წარსულის გამო. აი ეს ბატონი როინიშვილი, ბატონი ანზორ ბოლქვაძე და დანარჩენები. ესენი არიან ამ სისტემის ნაწილი და ზუსტად ისინი იხდიან საფასურს იმ წარსულის გამო, რომელშიც იყვნენ რეალურად, მაგრამ არ უკვირს საზოგადოებას საქართველოს მიეჩვია, ეხლა არ მაქსიმალურად ვეცდები რომ იყო კორექტული, მაგრამ ამათი ქცევა არავითარ ჩარჩოში არ ხდება. მათ ყველანაირი ფსკერი გახვრიტეს და აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ქართველი ერი დააბრუნებს ამ სახელმწიფოს კონსტიტუციურ ჩარჩოებში, გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები, გაუქმდება ის ჯარიმები და ბატონი როინიშვილი, არ ვიცი სახელი გოდიში ნამდვილად არ მახსოვს, აუცილებლად აგებს პასუხს საქართველოს სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ეს გარდაუვალე, ეს დაცინვა და გულწრფელად ეხა ნამდვილად არ თანაუგრძნობ, მას აქვს არჩევანი.
ან ამ ცირკზე, ამ მარაზმზე არ ვიცი ხა ეს არაფერში არ ხდება. მას აქვს საშუალება რომ თქვას უარი და უბრალოდ დატოვოს ყველაფერი, გაიხადოს ის მას რეალურად აცვია მანტია, მაგრამ ემსახურება რეჟიმს, კანონობას. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ განმეორდები, რაც თავშეთქვი, ის საფასური, რომელსაც ესენი იხდიან საკუთარი წარსულის გამო. თქვენი აზრით, რას ეუბნება ქართული ოცნება? საკუთარ ამომრჩეველს, როცა ამბობს, რომ ენემს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უნდა იკრძალოს თუ არა, ამაზე იმსჯელებს ვასილ როინიშვილი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო პროკურორი და ძალიან გახმაურებული საქმე იყო მისი ზედამხედველობის ქვეშ. აი რა შეიძლება უთხრას ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით თავის საკუთარ ამომრჩეველს, როდესაც საკუთარ რიგებში პრაქტიკულად ნებისმიერ ვერტიკალში სასამართლო იქნება, აღმასრულებელი იქნება თუ საკანონმდებლო ხელისუფლება, ყავს ნაციონალური მოძრაობის ოდიოზური ფიგურები. დამნაშავეები რეალურად, რომლებზეც დარწმუნებული ვარ, რომ სისხლის სამართლის საქმეები დევს თაროებზე, უბრალოდ არ არსებობს პოლიტიკური ნება. ისინი ეხლა ემსახურებიან რეჟიმს. ასრულებენ ქართული ოცნების დაკვეთას, ეს არის პირადი სარგებლის, გამორჩენის, გარკვეულწილად იმ კორუფციული გარიგებების გამო, რომლებსაც წლების განმავლობაში ეს ადამიანები ეწევიან. ეს არის და ეს. ამიტომ ეს არის დადგმული შოუ, ქართული ოცნება არა მხოლოდ ეს ოპოზიციურ ამომრჩეველს. ქართული ოცნება მუშაობს საკუთარი ამომრჩევლის დაშინებაზე და ეუბნება, რომ აი ნახეთ იგივე ბატონი ღარიბაშვილის кейსი, რა უქენით მას და სხვა დანარჩენებს სახელგვარს იგივე მდგომარეობაში და უარეში აღმოჩნდებით თქვენ, მაგრამ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება ბრძენია მიუხედავად იმისა, რომ ოცნება დარწმუნებული, ჩვენ უარესი რეპრესიები გვაქვს ნანახი, გამოცდილი, მაგრამ როგორ დაასრულა ძალიან კარგად იცის ქართულ ხალხმა, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ქართული ოცნების პასუხისმგებლობა იქნება აუცილებლად ძალიან მკაცრი. ეს არ იქნება რაღაც ერთ კოლექტიური პოლიტიკურ ჩარჩოებში შამშდარი, ის დავა გარკვეულ პერსონებამდე, ისინი აუცილებლად წარდგებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე, იმიტომ რომ მათ გახლიჩეს და აპირისპირეს ქართველი ერი, ოცნება დევნის თავისუფალ აზრს, ნახეთ რუსთაველზე ვისაკავებენ ჟურნალისტებს, ლექტორმასწავლებლებს, პროფესორებს, პრაქტიკულად საზოგადოების ნაღებ ნაწილს, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, ისინი არ ჩხუბობენ, ისინი ეს ნიღბებით, ხელკეტებით, კასტეტებით, დანებით ქუჩაში არ ძალადობენ ადამიანებს. რიგით საქართველოს რიგით მოქალაქეებს აქვს ერთი იარაღი. სიტყვა, სიმართლე და ყველა დროში ისინი ამბობდნენ და დღესაც ამბობენ. აი ნახეთ 71 წლის ქალბატონი, რომელიც ქალბატონ აზატ ჩილაჩავაზე ვამბობ, რომელსაც 2 ლარი და 55 თეთრი დაულუქა. ეხა ოცნება აკონტროლებს საკუთარ პოლიტიკას, ისინი პრაქტიკულად აკვირდებიან ამ პროცესებს, როდესაც საზოგადოების აღშფოთება იყო უკიდურესი, ეს ქალბატონი გაათავისუფლეს, მაგრამ რეჟიმმა თითქოს აი ხტიბარია ეს ამ ტერმინს გამოვიყენებ, არ გაიტეხა და ერთი დღის პატიმრობა მიუსაჯა მას. ამიტომ მინდა უთხრა, რომ რაც უფრო იქნება ქართული ხალხის საზოგადოების აღშფოთება მოიმატებს, მით უფრო მოუწევს რეჟიმს დათმობა და საბოლოოდ ქართველი ხალხის ერთობა, რომელიც ქართულ ოცნებად წოდებულ რუსულ ოცნებას ამ მოძალადეებს გაუშვებს პოლიტიკურ მოუსავლეთში ქალბატონი. ძალიან დიდი მადლობა, თქვენი სახელი და გვარი? მელაძე გოჩა. დიდი მადლობა, ეს იყო გოჩა მელაძე, საუბრობდა პათმელების პირდაპირ ეთერში. ტრადიციულად, როგორც გითხარით, დღეს 342 დღეა, არც ერთი დღე 28 ნოემბრი 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს პროტესტის გარეშე არ ჩაუგდიათ. პროტესტი არის მთელ ქვეყანაში. ზოგჯერ აი ასე 2 ან ცოტა მეტი ადამიანი აპროტესტებს, ზოგჯერ უფრო მეტი, თუმცა პროტესტი არ ქრება და არსად მიდის. დღეს, როგორც უკვე გითხარით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს ევროპული მომავლისათვის, რადგან გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში 2025 წლის ანგარიში, რომელიც საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა.
საქართველოსთვის ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ აქვს და კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალურად დარჩა. რაც იმედის მომცემია არის ის, რომ ევროკომისია კვლავ ადასტურებს სოლიდარობას საქართველოს ხალხის მიმართ. ხელისუფლების მოქმედებები ვერ პასუხობს იმ მოლოდინებს, რაც ევროკავშირს აქვს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. დაფიქსირდა სერიოზული უკუსვლა ძირითად მიმართულებებში, მიღებულ იქნა რეპრესიული კანონმდებლობა, რომელიც ხუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მოხდა სასამართლო სისტემის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, ადგილი აქვს ოპოზიციის ლიდერების დევნას, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებურ დაკავებას და სამოქალაქო სივრცის შევიწროებას, კონტროლისა და ბალანსის მექანიზმების და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის ეროზიამ პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება წერია ანგარიშში. აქვე მინდა გაგაცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება. ეხლა მოვძებნი, როგორ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის შედეგებს. წაგიკითხავთ, თქვენ ახლა თან გეტყვით, რომ კადრში ხედავთ აჭარის მთავრობის სახლის წინ საქართველოს და ევროკავშირის დროშებით დგომ ადამიანებს, რომლებიც ასე გამოხატავენ თავიანთ პროტესტს. და გაგაცნობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას 1 საათის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის 2025 წლის გაფართოების ანგარიშის პასუხად. 2025 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია, რომელიც მოიცავს ანგარიშს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე განხორციელებული ძალისხმევის შესახებ. შემაშფოთებელია, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვის არის გამოყენებული, წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან მიმართებაში ტენდენციურად აფასებთ რიგ მოვლენებს, რაც მოულოდნელი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინსტიტუტები ჯიუტად ხუჭავენ თვალს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე განხორციელებულ შეტევასა და ძალადობაზე, უფრო მეტიც აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტეკოსის ერთობლივი განცხადება განვითარებული მოვლენების მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის. ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის გაფართოების ანგარიშზე. ამ ანგარიშის თანახმად საქართველოს კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ის ვეღარ არის ეფექტური, თუ როგორ თქვა. ხო, ფურცელზე არსებობს, ეს არის ოფიციალური, უფრო ზუსტი განმარტება შეიძლება ასე ითქვას. აქ არის პოსტერი, რომელსაც გაჩვენებთ. სოლიდარობა აზერბაიჯანის წერია პოსტერზე. ეს დღეს 352 დღე მიიწურა, რაც საქართველოს მოქალაქეები უწყობად აპროტესტებენ ქართული ეთნობის გადაწყვეტილებას თქვას უარი ევროკავშირზე. სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა დღეს
ევროკომისიამ თავისი ანგარიშით, საიდანაც გავიგეთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი სამწუხაროდ მხოლოდ ფურცელზე დარჩა. ჯერჯერობით იმედი გვაქვს. მადლობა რომ გიყურებდით.